ნახოთ რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ის გახდება თქვენი ერთგული არხი. და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძალიან შეგიყვარდებათ. გვაქვს 3 ვარიანტი. პირველი ვარიანტისთვის მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. ახლა კი ოშოძენ ტაროთი ვნახოთ თქვენ რას გრძნობთ რეალობაში მის მიმართ. პირველი ვარიანტისთვის მეორე ვარიანტისთვის გავდოთ და მესამე ვარიანტისთვის. პირველი, მეორე, მესამე. ჩაიფიქრეთ, ორიენტირდით, მიიღეთ გადაწყვეტილება, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. ჯერ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. ვის თქვენ ჩაიფიქრეთ, ამ ადამიანს მართლა აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ეს გრძნობები, ასე ვთქვათ, ახალი გაჩენილია, არ არის დიდი ხნის ემოცია, დიდი ხნის გრძნობა, მაგრამ ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ თავისთვის შეინახოს ეს ემოციები, არ გამოხატოს, რამდენად გამოსდის დამალვა არ ვიცი, მაგრამ ჯერ უნდა რომ შეგიცნოთ, გაგიცნოთ, გაერკვეს თავის თავში, უფრო მეტად შეგისწავლოთ თქვენ და გაერკვეს თქვენს პიროვნებაში და ამის შემდეგ გამოხატოს ეს ყველაფერი. ჯერ ურჩევნია, ასე ვთქვათ, გამოხატულობის საკითხში პაუზა აიღოს და რაღაცა დრო მისცეს საკუთარ თავს. მეტად დარწმუნდეს თავის თავში, თქვენშიც და ამის შემდეგ გაამხილოს ეს. თუმცა გრძნობები უკვე არის გაჩენილი ნამდვილად. თქვენ რას გრძნობთ, სამივეს ვნახავ, რას ფიქრობს ის სამი ვარიანტს და მე გავშალოთ თქვენ რას ფიქრობთ მასზე. იმიტომ რომ ზოგჯერ გონია, რომ ჩვენ რაღაცა ემოციები გვაქვს, სინამდვილეში ჩვენი არაცნობიერი სულ სხვა რამეს ფიქრობს და ვნახოთ ჩვენს გულის სიღრმეში რა ხდება. მეორე ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ეს ადამიანი ბოლომდე არ გიჩვენებს თავის სახეს. მე მინდა გითხრათ, რომ მას ყავს სხვა ადამიანი, სხვა პარტნიორიც, როგორც თქვენთან არის მიჯნური, ისე არის სხვასთანაც და საერთოდ ფიქრობს, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ დაამთავროს ეს ორ კურდღელის დევნა და იმ სხვა კურდღელთან გადაინაცვლოს და მას გაეკიდოს. ესე აქვს ფიქრები. ამ ეტაპზე კი ორივეს გეთამაშებათ. აქეთაც არის, იქითაც არის. თქვენ რას ფიქრობთ, ესეც ვნახოთ მესამე ვარიანტის გაშლის შემდეგ. და მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი გვაჩვენებს, რომ თქვენს ურთიერთობაში დიდი ტრანსფორმაცია მოხდა, იყო სირთულეები, რაღაცა ეტაპები გადასალახი, მაგრამ თქვენ ყველაფერ ამას გაუძელით და ამ სირთულეებმა, ამ პრობლემებმა
ამ ძიმე სიტუაციებმა პირიქით ერთმანეთს დაგაახლოვათ და თქვენ შორის მართლაც იფეთქა, მოდი ესე ვიტყვი, სიყვარულმა და წარმოიშვა და დაიბადა სიყვარული. როგორც ჩანს, საჭირო იყო ეს უფრო კარგად გაგაცნოთ ერთმანეთი, დაგანახათ რთულ სიტუაციაში, როგორ ეწყობით, როგორ აღიქვავთ, როგორ უმკლავდებით სტრესულ სიტუაციებს და ძალიანაც კარგი, თქვენ უკვე თითქმის მთელი ცხოვრება გაქვთ გამოვლილი, გამოცდილი, იცნობთ კარგად ერთმანეთს, რო იტყვენ მოხარშულს ვიცნობ, აი ესე და ამ დროს როცა სიყვარული იბადება, ყველაზე კარგია, ყველაზე მშვენიერია, იმიტომ რომ ამ სიყვარულს უკვე ყველაფერი აქვს გამოვლილი ამ ურთიერთობას. ძალიან კარგი. ახლა კი ვნახოთ თქვენი გრძნობები მის მიმართ. ნახოთ. პირველი ვარიანტისთვის რას გრძნობთ თქვენ მის მიმართ? აქ ჩანს, რომ თქვენს გაქვთ, ასე ვთქვათ, კარგად ღრმად მომწიფებული სასიყვარულო ემოცია. რაღაცა ნაბიჯ შემოვიდა თქვენთანაც ეს ემოცია, ეს გრძნობები, ეტაპობრივად, ესე უცებ არაფეთქებულა და რაღაცა იცით, თითქოს სირთულეები, რაღაცა მსგავსი რაღაცები მოტოვებული გაქვთ და ძალიან ლაღად უყურებთ ამ ყველაფერს. ძალიან მშვიდად დაელოდეთ, გაიხსნება ეს პიროვნებაც დაინახავს და აი ეს მიეცით უბრალოდ დაანახეთ თქვენი ემოცია და გადმოდგავს ისიც ნაბიჯს, იმიტომ რომ მასშიც არის ეს სიყვარული, როგორც გითხარით, უბრალოდ შესაძფერის მომენტს ელოდება უფრო კარგად გაცნობას, ელოდება უფრო დახვინებას, ელოდება ამ გრძნობების და რაღა დაგვრჩენია გისურვოთ წარმატება, როცა თქვენც ესეთი გახსნელი ხართ მისთვის და თითქოს ელით კიდევაც, რომ უკვე შედგეს ეს ურთიერთობა. ნახოთ მეორე ვარიანტში რა ხდება. იცით, თქვენ ამ ადამიანის მიმართ მისგან განსხვავებით ძალიან გულწრფელი ემოცია გაქვთ. არ ჩანს აქ ტყუილი, აი რასაც კი გრძნობთ, ყველაფერი არის გულწრფელი, სავსე, ღია. მხოლოდ რაც მოხდება, ის არის, რომ გაიღვიძებთ ერთ დღეს, მიხვდებით, სად არის სიმართლე, სად არის სიცრუე. ოღონდ ეს არ დაგანგრევთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ უკვე იმდენად სრულყოფილი ხართ, იმდენად სავსე ხართ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გაანგურნოთ. მთავარია, რომ თქვენ იცით სიყვარული, თქვენ იცით სიყვარულის ფასი და უბრალოდ გააგრძელებთ ცხოვრებას და აუცილებლად იპოვით იმას, ვინც თქვენ შეგეფერებათ, ვინც დაინახავს თქვენ სიყვარულს და აღმოგაჩენთ თქვენ. ეს არის და სინამდვილეში ის კარგავს თქვენაირ ადამიანს, თქვენ არაფერს არ კარგავთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სიცრუეს და ტყუილის ჩამოშორება მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდზია, მეტი არაფერი. შვენიერი შინაგანი სამყარო გაქვთ, ძლიერი ადამიანი ხართ, შეგიძლიათ სიყვარული, მაშასადამე თქვენ იპოვნით სიყვარულს, ნამდვილ სიყვარულს. მესამე ვარიანტი. ჩანს, რომ თქვენ თავიდან დაიბადეთ, მე თქვი გაშლაში, რომ აქ დიდი ტრანსფორმაცია, დიდი ინგრევა, დიდი ტრანსფორმაცია, დიდი ცვლილებების სიმძიმეები, ერთად გადატანილი პრობლემები გამოიარეთ, ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დამთავრდა, დასრულდა და ეხლა გრძნობთ შვებას, თავისუფლებას, მდგრადობას, სტაბილურობას, სიძლიერეს, იმიტომ რომ როდესაც ესეთ რაღაცებს უძლებს გრძნობა თანამ საუკუნეში. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი ჩამოიტოვეთ, გარდა იმისა, რომ დატკბეთ ახლა ამ სიყვარულით, დაგვრჩათ მხოლოდ ის, რომ ისიამოვნოთ ამ გრძნობით და ბედნიერება შეიგრძნოთ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. გილოცავთ, მე შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად გაშლებზე, ჩემი ნომერია 591233507, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ვიბერზე, WhatsApp-ზე, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ქართული შრიფტით Facebook-ზე რეიქი მკურნალი. მე კი გიმშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.